Bat მოგესალმებით ყველას, მეგობრებო, ჩემო მსმენელებო, ჯიგრებო და დღეს მინდა ვისაუბრო ძალიან მოკლედ პირველმა გააშუქა თეატრულუკიანის ესე განცხადება ზელენსკისთან დაკავშირებით და თურმე ასეთ რამეს აკვეთებს წერს ზელენსკიზე, რომ ხელის მოსაკიდებელი ადგილი არ დარჩაო და ამას პირველის ჟურნალისტები თავისი საქმის ჩემპიონები რო არიან. Udau პროფესიონალები ამასთან დაკავშირებით რაღაც სიუჟეტს აკეთებენ. ნახოთ ერთად. ძალიან რამოდენიმე წამია სულდა, რაც წულუკიანმა ზელენსკიზე იმ განცხადებაში არ თქვა და დააკლო და რისი თქმაც მე პირადად ზელენსკიზე შემიძლია ამას ვიტყვი სიუჟეტის. Poziția asახათია წულუკიანმა ქართული ოცნების დეპუტატმა, რომელმაც ვოლოდიმერ ზელენსკიზე ცინიკურად დაწერა სოციალურ ქსელში, რომ ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩა და ის გულისხმობდა ევროპელ ლიდერებს, ვინც მიყვებიან უკრაინის მთავარ სარდალს ვაშინგტონში და ესე იგი წულუკიანი გულისხმობდაო იმ ევროპელ ლიდერებსო, ვინც მიყვებიან უკრაინის მთავარ სარდალს შეხვედრაზე. და ამ თემასთან დაკავშირებით რაც შეეხება ზელენსკის მთავარსარდალობას და როგორი მთავარსარდალია ზელენსკი, როგორი მთავარსარდალიც მაგარი მთავარსარდალი რო ყავთ, მიხეილ მიშიკო სააკაშვილი, ისე მაგის მე დედას შევეცი და მაგარი პატრიოტი როა და მაგარი კაცი მიშიკოს ძმაკაცია ზელენსკი. რავი, მიშა ყოველ შემთხვევაში მაგის სურათები უდევს იქ და ზელენსკი ჩემი ძმაკაცია და პუტინთანაც, ტრამპთანაც ძმაკაცო და რაღაც ყლეობებს ლაპარაკობს. ერთნაირი ყლეობაა. გინდა მიშა, გინდა ზელენსკი. ოღონდ ზელენსკი დიდ მასშტაბებშია უფრო და ზელენსკი უფრო ბევრად მეტი დამართა უკრაინელ ხალხს და უკრაინის სახელმწიფოს უბედურება და შავი დღე, ვიდრე სააკაშვილი. აი ეს არის ზელენსკი და ეხლა აი ამ ახალგაზრდა გოგოს ვიღაცა ჟურნალისტს თუ რეპორტიორს თუ რა ქვია, აი ამას მე რასაც ეხლა ვიძახი და ვლაპარაკო ამ თემას თუ მოусმენს რუსიაო ჩემზე იტყვის უეჭვენა, მაგრამ აი ამ ახალგაზრდა უთამოყარეო გოგოს რატო კითხვა არ უჩდება ეხლა წულუკიანის რაღაცა განცხადებას რომ ჩააფრინდა ზელენსკი დედამოწყმული კლოუნი. თავარსარდალი კი არ არის, ეგ არის ჩვეულებრივი კლოუნი, ბოროტი დედამოწყმული ვიღაცა. ხო და აი ეს კლოუნი სცენაზე რუსებს რო აცინებდა საქართველოს დროშა რო ეჭირა ხელში აბოზს ამას და ვაიმეო აპკაკალსაო რა ჩავიჯვიო ვითომ რა მიშა იყო ვითომ თუ საქართველოს თუ ვინ იყო მაგის მე დედას შევეცი მაგის. ამასთან დაკავშირებით აი ამ პატრიოტს კითხვა არ გასჩენია არც მაშინ და არც ეხლა და თურმე წულუკიანმა ზელენსკი დედამოწყმულზე რაღაცა რო დაწერა ეს ყოფილა უბედურება. რანაირი მაგარი კაცია ზელენსკი, რანაირი პატრიოტია. ზელენსკი როგორი პატრიოტია და როგორი მაგარი მთავარსარდალია და ვაფშე რა კაცია და ვინ არის, მაგაზე იტყვის ისტორია თავისათქმელს და უკვე კარგახანია ზედ ეთყობა ვინც არის და რა დედამოწყმულიც არის. ვისაც ზელენსკი მაგარი კაცი გქონიათ და მაგარი მთავარსარდალი, არ ვიცი ამ ადამიანებს იმედი მაქვს რომ გავაწლევი და თქვენ თვითონ მიხვდებით რომ აი დღეს ვინც ამას ფიქრობთ, დიდ შეცდომაში ხართ შესული. ზელენსკი არანაირი მაგარი კაცი ეგარ არის, მაგარი მთავარსარდალი ეგარ არის, არანაირი პატრიოტი ეგარ არის და არანაირი პოლიტიკოსი ეგარ არის. ეგ არის ჩვეულებრივი გაბოროტებული, ფულზე გაღორებული, ყველაფერს მკადრებელი კლოუნი დედამოწყმული, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს ესე დაასვეს თავზე ამ ბოზებმა ამათ, ხო, აი ამ ევროპებმა და ინგლისებმა და ბრიტანეთმა და ფრანგებმა და ვიღაცებმა. და რა დღეშიც არის ეს უკრაინა ეს თუ ეს თუ მოსაწონია და ამას თუ კაი პრეზიდენტი და პატრიოტი და მაგარი მთავარსარდალი ქვეყანას და ხალხს ამას თუ დამართებდა, რაც დამართა დედამოწყმულმა ზელენსკიმ და კიდე რო არ ჩერდება და თან რო იცის რომ უეჭველი წაგებული ომი აქვს, უეჭველად იცის ეს რომ ამ ომში 1% ამ ბოს გამარჯვების შანსი არ აქვს. მაინც ხოცავს ხალხს, მაინც აფხვივებს
აობლებს, აუბედურებს, ოჯახებს, ტერიტორიებს ყოველდღიურად კარგავს და კაი, თუ ესეთი მიამიტია ეს კლოუნი დედამოწმული და მაგის არ ჯერა და ევროპელებისთვის ჯერა და თუ იმათ გულწრფელობაში დარწმუნებულია, რატომ არ ეუბნება რომ თქვენ დედამოწმულო რომ ეუბნებით რომ აი იომე და შენთან ვარ და იმას მოგცემ და ამას მოგცემ და ეხა თვითფრინავს და ამას უკრაინა არ ჩვენ არ დაუშვებთ რომ უკრაინამ წააგოს და ეხა რუსეთს სანქციებს დავადებ და დედას მოუთხრა 4 წელია, მე-4 წელია ამ რაღაცებს ელაპარაკებიან და ქმედითი ნაბიჯი რეალურად ევროპა თავი ზედმეტად არაიტკია რა, აი ამ ზელენსკი დედამოწმობის ხარჯზე და უკრაინელების სიცოცხლის და ბედნიერების და რა ვიცი უკრაინის ტერიტორიების ხარჯზე ზელენსკის ხელით და უკრაინელების სიცოცხლის ფასად ვიღაცა დედამოწმულები რაღაცა თავის იმპერიულ თამაშებს თამაშობ. აი ეს არის რა რეალობა და აი ეგეთი მაგარი კაცია ზელენსკი, რომელიც ყველაფერზე ხელის მომწერი გამოდგა, ის დედამოწმული ყველაფერში გაწირა უკრაინა. ორჯერ სამშვიდობო შეთანხმებაზე უარი თქვა ამ ბოზმა ის ჯონსონი თუ ვიღაცა პროჭირო ჩაფრინდა და უარი თქვით რომ აქ შეკულებაზეო და ჩვენო მოგაგებინებთ ამობს გარანტიას გაძლევთ. სად არიან ეხა ეს ბოზები ესენი, რატო უკრაინელები მარტო უკრაინელები რატო იხოცებიან ამებში და რა ვიცი არც იარაღია, არც ცოცხალი ძალა და არაფერი, ხო რეალურად. აი არის ზელენსკი, ზელენსკის მე დედას შევეცი მე და ვინც ზელენსკისნაირი კაი კაცების დედა მოვტა ყველას. აი ამას დავამატებდი თეატრულუკიანის აი ამ რაღაცა განცხადებას რა, რომ ხელის მოსაკიდებელი ადგილი არ დარჩა ამ კლოუნს, დედამოწმულს ამასო